გმირთა მოედანზე ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალის გვერდით დღეს კიდევ ერთი ეროვნული გმირის გენო ადამიანის მემორიალური ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის მემორიალური ბიუსტი სიმბოლურად აფხაზეთის დღეს დაუკავშირდა. ცერემონიალს გენო ადამიანის ოჯახის წევრები, ვეტერანი მეომრები და ცენტრალური, ასევე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საქართველოსთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნას წუთიერი დურმილით პატივი მიაგეს, ბიუსტი და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ბატონი გენო ადამია იყო შეუპოვრობის, გმირობის, თავდადების მაგალითი, რომელიც თავისი სიცოცხლის ბოლომდე და თავისი სიცოცხლე შეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლების ბრძოლას. ეს ბიუსტი არის გარკვეული კოლექტიური ძეგლი იმ ყველა იმ ჩვენი ჯარისკაცის და სამოქალაქო პირის, ვინც იბრძოდა 23-მე ბრიგადის ფარგლებში. მე მინდა მოვხადო დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას, პარლამენტს, ქალაქის მერს, ვინც ოდნავად წვლილი მიიღო ამ დღევანდელ ღონისძიებაში და მინდა ყველაზე მეტი მადლობა მოვხადო ბატონ ლევან ქეცბაიას, ჩვენი მეომართა კავშირის წევრს, ჩვენ დამფუძნებელს, ჩვენს მასთან მეგობარს, რომელმაც დღევანდელი დღე დააგვირგვინა და დაამშვენა ესეთი ლამაზი ბიუსტის გახსნისთვის. თავისი ბიჭები ყველა ეძახოდა არა ბატონო გენერალო, არამედ გენობიძია. იმდენად უშუალო და იმდენად მოსიყვარულე, ამასთანავე მკაცრი და ძალიან განსაკუთრებულად უყვარდა თითოეული მებრძოლი. აღსანიშნავია ის, რომ გენომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთი არ დაცემულიყო, რა თქმა უნდა მებრძოლებთან ერთად და ყველაზე განსაკუთრებულია, რომ ყველა მიცოდა და რომ სოხუმს არ დატოვებდა გენო ცოცხალი. ეს ყველასთვის არის მაგალითი, იმიტომ რომ ადამიანი უნდა იყო ისეთი, რომ გიყვარდეს შენი ქვეყანა. დღეს მადლიერი შთამომავლობა პატივს მიაგებს და დაუხობს ჩვენს გენერალ გენო ადამიანს, ეროვნულ გმირს, რომელმაც ომის პირობებში მოახერხა 6000-იანი ჯარის შექმნა და როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში უიარაღოდ იცავდა ალმოდებულ სოხუმს. გენო ადამიანს მეომრები უძახდნენ გენოციას. ეს იყო ადამიანი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა მანამდე სპორტული განხრით და ისედაც როგორც მეცენატი მოევლინა სოხუმის ახალგაზრდობას. 30 წელი გავიდა მისი დაღუპვის შემდეგ და დღესაც ჩვენი შთამომავლები, ახალგაზრდობა, ჩვენი დღევანდელი ვითარება პატივს მიაგებს და დაუხობს ჩვენი გენერლის სახელს. გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-მე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მან 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.